მოკე დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. დავსვამ ასეთ კითხვას, ვაძლევს სიტყვას ყველას, ვინც აგზის ლაშა მესხი, ის იყო პროფკავშირების ლიდერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მე მახსოვს ყველა აქტიურობის ლიდერი და სპიკერი იყო, ის რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს ტელევიზიიდან. მთელი კონტექსტით, ყველა შინაარსით გათვალისწინებით, რა ხდება, რა მედია პროცესებია დღეს ქვეყანაში. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ჩვენ კონკრეტულად ჩემთვის მონაწილეობისთვის ცოტა ახლოს თქვენ არ გეშლებათ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უსამართლოდ არიან სამსახურიდან გათავისუფლებული. და კიდევ ერთხელ მივესალმები ამ ფორმატს და ამ გადაცემას. ძალიან მოკლედ ვიტყვი იმ სათქმელს, რაც მინდა რომ თქვა, იქიდან გამომდინარე რომ ვფიქრობ, რომ არანაკლებ მძიმე და რთული ვითარებაა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში. რა თქმა უნდა, რუსთავიორის საკითხი მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ურთულესია და მთელი გადაცემა ამას დაეთმო, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ მძიმე სურათი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად იქ დასაქმებულმა 1200-ზე მეტმა თანამშრომელმა არ იცის ელის თუ არა ის ბედი, რაც მე გავიზიარე გუშინ წინ. მე პირდაპირ ვიტყვი, გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი, მე გავხდი იმის მსხვერპლი და იმის გამო დავტოვე სამსახური, რომ მე მქონდა განსხვავებული პოზიცია, მე მათ ყოველთვის ვახსენებდი, რომ ტელევიზიაში რეალური პრობლემებია, ტელევიზიაში არის კორუფცია, ტელევიზიაში ნეპოტიზმი, ტელევიზიას, რომელიც ანგარიშვალდებული არა რომელიმე პოლიტიკურ ელიტასთან უნდა იყოს, არამედ ხალხთან, ჭირდება რეალური რეფორმა და ეს რეფორმა არ უნდა დაიწყოს ქვემოდან ზემოთ, ანუ უბრალო თანამშრომლებიდან, ასე არ გამოვა ეს ყველაფერი. ის რომ დღეს იქ მენეჯმენტი არის კოჰაბიტირებული და ისევ ის ადამიანები, ვინც წლების მანძილზე მართლა დააქციეს საზოგადოებრივ მაუწყებელი იღებენ კონკრეტულად გადაწყვეტილებებს, თუნდაც ჩემს მოხსნაზე და ასე შემდეგ, ეს კარგ პროცესებს არ გამოიწვევს. ჟურნალისტისგან კრიტიკა, განსხვავებული აზრი, ქვეყანაში პრობლემაა უკვე შეგია. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი მაგალითი ამის და ნათელი დადასტურება იქიდან გამომდინარე, რომ მე რეალურად არანაირი არც ჟურნალისტური გადაცდომა არ მქონია, მე ეჭვება ჩემი გამოშვების, ვინც მე გამომიშვა სამსახურიდან, მათ ქონოდათ ის 500-მდე რეპორტაჟი, რომელიც მე ამ 2 წლის განმავლობაში 2 წელიწად-ნახევარი იქ მუშაობდი, ეს რომელიმე გადაეთვალიერებინათ ან რაიმე სახით გაეშინა არსებინათ, აქ არანაირი კონკრეტული მიზეზი არ იყო ჩემი სამსახურიდან დათხოვნის, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ იქ არ უნდათ მკვეთრად პროდასავლური ორგანიზაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებული პროფკავშირების და ევროპის პროფკავშირების ნაწილი. ძალიან მარტივი ხა, რომ დავფიქრდეთ, ვის არ აწყობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მკვეთრად ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის თვალში თის ჩათხრის. მენეჯმენტს, რომელიც იქ არის კოჰაბიტირებული, უკვე ნაჭამი აქვს და კიდევ აპირებს რომ ჭამოს. პოლიტიკური, არამედ რაღაც შიდა ამბებია. ამ შემთხვევაში პირადად ჩემთან დაკავშირებით შიდა ამბების ნაწილია, თუმცა შიდა ამბები ჩვენ კარგად ვიცით მედია სივრცეში, თქვენ ჩემზე კარგად იცით, შიდა ამბები თუ ზემოდან ეგრეთ წოდებული მწვანე შუქი არ არის და ნიშანდობლივია რომ გადაცემები წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებში აქვს, რა თქმა უნდა მწვანე ალბათ ათებული. მადლობა.